გუდაურში სნოუბორდ კროსის დისციპლინაში ფინალური ეტაპი დასრულდა. გამარჯვებულები ბრიტანელი შარლოტ ბენქსი და ფრანგი ჟულიან ტომასი გახდნენ. ტურნირში 21 ქვეყნის 88 სპორტსმენი ასპარეზობდა, ღონისძიება მთის ტრასების სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. ეს გამარჯვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს შევძელი ამის გაკეთება. ეს იყო შესანიშნავი გუნდური ძალისხმევა. შესანიშნავად ჩატარდა, შეფასებები ძალიან მაღალი გვაქვს, როგორც საერთაშორისო დელეგატების მხრიდან, ასევე სპორტსმენების მხრიდან. ჩვენ წელს ჩავატარეთ 3 მსოფლიო თასი, ასევე ფრირაიდ ვორლდ ტური. ამით ვამთავრებ სეზონს, ღონისძიებების ნაწილში თუმცა ვაგრძელებ სეზონს სასრიალო ვიზიტორებისთვის. იქამდე სადამდეც იქნება კარგი თოვლის კონდიცია. ჩვენ გვქონდა ორი არაჩვეულებრივი შეჯიბრი გუდაურში. ეს იყო კარგად ორგანიზებული მთის ტრასების სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციისგან. ყველა იყო ძალიან მოტივირებული, წარმატებული ღონისძიება ჩაეტარებინა. ეს იყო მაღალი კლასის სნოუბორდ კროსის შეჯიბრება. სპორტსმენები იყვნენ კმაყოფილები. მათ სახეზე იყო ღიმილი. მადლობა საქართველოს, მადლობა გუდაურს ამ ორდღიანი შესანიშნავი შეჯიბრისთვის. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ აქ დავბრუნდით.